ჩვენ მეექვსე გაკვეთილზე ვართ, წარმოგიდგენიათ, რა სწრაფად წავედით წინ. ეს სწორედ ის გაკვეთილია, რომელსაც ველოდი. იმას ასე, ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ. არსებობს თუ არა უფრო დიდი მიზეზი და სარგებელი ღვთიური ძალაუფლების ქვეშ ცხოვრებისთვის, ვიდრე ის, რაზეც აქამდე ვიმსჯელეთ? პასუხია დიახ. იესოს მიზანი აქვს ჩვენთვის, როგორც ეკლესიისთვის. იცით რა არის ეს მიზანი? რომ ყველანი ერთად ვიყოთ, ერთნი ვიყოთ. იოანეს მე-17 თავში ის ლოცულობს, დიდება, რომელიც მათ მივეცი. ის მამის წინაშე ლოცულობს ახლა. დიდება შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი. არის დიდება, რომელიც შენახულია ჩვენთვის, როგორც ეკლესიისთვის. თუმცა ეს დიდება მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს ერთობას. ძალიან კარგი. მოდით ვილაპარაკოთ. ნება მომეცით, ცოტათი გადავუხვიო და განვიხილო სიტყვა დიდება. მომწონს ეს სიტყვა. ეს გახლავთ ბერძნული დოქსა. ეს ნიშნავს დიად მშვენიერებასა და ბრწყინვალებას. ერთ-ერთი ლექსიკონი ასეთ განცხადებას აკეთებს. ღვთის დიდება არის ის, რასაც არსობრივად წარმოადგენს. ამრიგად, უკეთესი გაგებისთვის ანალოგს გადავხედოთ. ახლა მინდა ეს მართლაც ნათელი გავხადო. მე ჯონი მქვია ინგლისურად. იგივე სახელი ესპანურად გახლავთ ხუანი. იტალიურად ჩემი სახელია ჯოვანი. მაშ რა იქნება სიტყვა დიდება ებრაულად? ეს გახლავთ ებრაული ქაბოდ. გასაგებია? ის განისაზღვრება როგორც ბრწყინვალება, სიმდიდრე, ძალა, სიუხვე, პატივი, სიდიადე. რაც მომწონს ამ ყველაფერში, არის სრული ძალით მოქმედება, რადგან სიტყვა რეალურად ღვთის წონას ნიშნავს. ამრიგად ეს ყველაფერი არის მისი სიდიადის წონა. ამიტომ როცა გესმით დიდება, იფიქრეთ ღვთის სიდიადის წონაზე. როცა მისი დიდება გამოვლინდა, როგორც იყო კარვის აღმართვისას და მისი ნივთების დალაგებისას, ხალხმა ფეხზე დგომა ვეღარ შეძლო, მოსე კი კარავშიც ვერ შევიდა. ვერავინ ვერ შეძლო შესვლა. როცა ტაძარი აშენდა, ღვთის დიდება გამოვლინდა და ვერავინ შეძლო შიგ შესვლა. იესომ ასეთი რამ განაცხადა ჩვენთვის. მან თქვა, როგორც მამამ გამომგზავნა, მეც ასევე გგზავნით თქვენ. მოდით მის მსახურებას გადავხედოთ. გაიხსენეთ, რომ მან სასწაული მოახდინა ქორწილზე კანაში. ეს იყო პირველი ნიშანი, რაც იესომ აჩვენა და თავისი დიდება გამოავლინა. გაიხსენეთ, რას ამბობს ის? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. ამრიგად ღვთის დიდება ბიბლიის თანახმად იესო ქრისტეს სახეშია მოცემული. ეს არის დიდება, რომელიც ჩვენთვის გახლავთ შენახული. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეებში შევაბიჯებთ და ეს საქმეთა წიგნის დღეებზე დიდი იქნება. წერილიდან შემიძლია იმის ჩვენება, რომ დასასრული დასაწყისე ბევრად უკეთესი იქნება. უკანასკნელი სახლის დიდება პირველზე მეტი იქნება. ამრიგად ეს გახლავთ საოცარი ბრწყინვალება, დიდებულება, ძალაუფლების დიდი წონა, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის შემოინახა როგორც ეკლესიისთვის, რათა ერთნი ყოფილიყავით. ახლა გადავხედოთ 133 ფსალმუნს. აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები, რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა. ღმერთი ბრძანებს კურთხევას, როცა ერთობაში დავდივართ. ჩვენ არ შეგვიძლია იმ დიდების ქონა, თუ დავიყოფით. უნდა ვიყოთ ეკლესია, რომელიც გაერთიანებულია. პირველმა ეკლესიამ მშვენივრად დაგვანახა ეს ჭეშმარიტება. თუ პირველ ეკლესიას გადახედავთ, იესომ მათთან 3 წელიწად ნახევარი დაჰყო. სანამ ამაღლდებოდა, ხალხს ასე უთხრა, ადით ზემოთვალში. იყავით იერუსალიმში და დაელოდეთ აღთქმულს. საინტერესოა, რას გვეუბნება 1 კორინთელთა მე-15 თავი. ის ეჩვენა 500 მოწაფეს და უთხრა, რომ ზემოთვალში დალოდებოდნენ. როგორ მოხდა, რომ 10 დღის შემდეგ იქ მხოლოდ 120 ადამიანი შეიკრიბა, რა დაემართა დარჩენილ 380-ს. ერთი დანამდვილებით ვიცით, რომ მათგან მეტი არაფერი გაგვიგია. ყველაფერი იმ 120-ის ირგვლივ დატრიალდა, რომლებიც შეიკრიბნენ. მათ თქვეს, ჩვენ იქ დარჩენას ვაპირებთ, სანამ არ გავიხსნებით. და ღმერთი მაინც გვიხსნის ჩვენ, რადგან მან გვითხრა, წადით იერუსალიმში და დაელოდეთ. ამრიგად ისინი დაემორჩილინენ იესოს უშუალო ძალაუფლებას. დანარჩენი 380? მოდით მათზე ნუ ვილაპარაკებთ.
ისინი ხომ იესოს უშუალო ძალაუფლებას დაემორჩილნენ. როგორ უნდა დამორჩილებოდნენ მის მიერ გადაცემულ ძალაუფლებას? ახლა იცით, რომ იესომ პეტრე დატოვა პასუხისმგებლად. პეტრეს კი საკმაოდ საეჭვო ქცევების ერთობლიობა ახასიათებდა. ვგულისხმობ, რომ ერთ წუთს ქრისტესი იყო, მეორე წუთს იესო უყურებდა და ეუბნებოდა გამშორდი სატანა. ერთ წუთს წყალზე დადიოდა და მეორე წუთს იძირებოდა. იესო ფერის ცვალების მთაზე ადის, როცა სხვა მოწაფეები დაბლარჩებიან პეტრეს, იაკობსა და იოანეს გარდა. იქ მოსე და ელია ჩნდებიან და პეტრემ მათთვის კარვის დადგმა გადაწყვიტა. რა შეუსაბამობაშია ღმერთთან? განსაკუთრებით ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა მიცის, როგორ უარყო იესო. გახსოვთ, როგორ გამოეცხადა ანგელოზი დედაკაცებს იესოს აღდგომის შემდეგ. ანგელოზ ფაქტობრივად პეტრეს იზოლაცია მოუხდა. ნახეთ, რას ამბობს ანგელოზი, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს. ეს იმიტომ, რომ მოწაფეების აზრით პეტრე დანებდა და დამარცხდა. მაშ ახლა როგორ გამოეპასუხებიან მის წინამძღოლობას? ისინი ჯერ კიდევ ზემოთვალში იმყოფებიან. ეს რამდენიმე დღით ადრე ხდება, სანამ სულიწმინდა გარდმოვიდოდეს. მან თქვა: ძმებო, ღმერთმა რაღაც მაჩვენა დილის ლოცვისას. ფსალმუნთა წიგნში ჩვენ შესახებ წერია. ის ყველას უკითხავს, როგორ გასცემდა იუდა იესოს. ეს ყველაფერი ფსალმუნთა წიგნში ეწერა და მისი მსახურება სხვამ მიიღოს. ამრიგად პეტრე ამბობს: კარგი ძმებო, ნახეთ აქ 120 ადამიანი ვართ. ვიპოვოთ ყველა, ვინც თავიდანვე, იესოს ნათლობიდანვე ჩვენს გვერდით იყო. აქ მოვიდნენ და ვილოცოთ, წილი ვყავროთ, რომ ღმერთმა გვაჩვენოს, ვინ დაიკავებს იუდას ადგილს. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოციქულს ლატარიის სისტემით არ ირჩევს. ის გათვლებს არ თამაშობს. პეტრეს მაგალითი ჰქონდა, რომელსაც უნდა მიჰყოლოდა. იესომ, თუ გახსოვთ, ლუკას მე-6 თავიდან მთელი დღე ილოცა, სანამ 12 მოციქულს აირჩევდა. გახსოვთ ეს? გახსოვთ საქმეთა წიგნის მე-13 თავი, რომელიც ადრე გაჩვენეთ. ისინი მარხულობდნენ და ლოცულობდნენ, რის შემდეგაც უფალმა უთხრა, გამომიყავით ბარნაბა და პავლე. ისინი ამას მიხვდნენ, მაგრამ პეტრე ვერა. ის ღმერთთან თანხმობაში არ იყო. ამის დასტურს მის გადაწყვეტილებაში ხედავთ. მათ ორი ადამიანი შეარჩიეს, იუსტოსი და მატათია. ისინი წინ გამოიყვანეს, მატათიას ხვდა წილი, დანარჩენებმა ის მოციქულად დაადგინეს. მის სახელს მეტად ვეღარ წააწყდებით მთელ ბიბლიაში. ეს მართლაც საოცარია. მას აღარასოდეს ახსენებენ ბიბლიაში. რატომ? დარწმუნებული ვარ, იესოს არჩევანი პავლეზე შეჩერდა, რომელსაც იუდა უნდა ჩაენაცვლებინა. იმის გამო, რომ პავლემ გააკეთა განაცხადი 1 კორინთელებში. ის ამბობს: შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა როგორც უდღეურს. რას ნიშნავს ეს სიტყვები, როგორც უდღეურს? დარწმუნებული ვარ, რომ პავლე მეტისმეტად ახალგაზრდა იყო, რომ იესოს მოწაფე ყოფილიყო, როცა ის დედამიწაზე იმყოფებოდა. სტეფანეს ჩაქოლვის ამბავი აღდგომიდან 4 წლის შემდეგ მოხდა. იქ ნათქვამია, რომ მოსასხამები დადეს ჭაბუკის ფეხებთან, რომელსაც სავლე ერქვა. სავლე ალბათ მომწიფების ასახში იმყოფებოდა დაახლოებით 13, 14 ან 15 წლისა. მიზეზი, რის გამოც ეს ვთქვი, გახლავთ ჭაბუკის აღმნიშვნელი სიტყვა. გულმოდგინედ ვეძიე და აღმოვაჩინე, რომ 12-14 წლიანი სხვაობაა ისტორიკოსთა შეხედულებებში პავლეს დაბადების თარიღთან დაკავშირებით. ამრიგად სინამდვილე არ ვიცით. პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ის მეტისმეტად ახალგაზრდა იყო თავდაპირველი 12 მოციქულისთვის. ამრიგად პავლემ თქვა, როგორც უდღეურს, დარწმუნებული ვარ, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია და ვაცნობიერებ, რომ ვარაუდია, რომელიც შეიძლება საკამათო იყოს. მაგრამ ჯერა პავლე ღვთის არჩევანს წარმოადგენდა. ახლა ისევ ზემოთვალს დავუბრუნდეთ. მატათია წილისყრაში იმარჯვებს. იგი მოციქულებს მიეთვალა და თქვენ კითხულობთ, ეს რომ დღეს მომხდარიყო, ალბათ ეკლესია გაიყოფოდა. წილისყრის მოწინააღმდეგე ჯგუფი გვეყოლებოდა, რომელიც ეკლესიას გამოეყოფოდა. ასევე გამოგვეყოფოდა ჯგუფი, რომელიც იტყოდა, რომ მოციქულები გარდაიცვალნენ, როცა იესო ამაღლდა. ხოლო წილისყრით მოციქულის ამომრჩეველი ჯგუფი დარჩებოდა. ვფიქრობ, ამერიკაში სწორედ ასე მოხდებოდა. მინდა ყურადღება მიაქციოთ მომდევნო მუხლს. ის ამბობს, ყველანი ერთად იყვნენ. სწორია? ახლა სიტყვა ერთად. გახლავთ ბერძნული სიტყვა ჰომოთუმადონ. ამრიგად ინგლისურ ენაზე ეს ორი სიტყვაა. ეს ნიშნავს ერთი გონებით, თანხმობით, ყველანი ერთად. დარწმუნებული ვარ,
იქ მყოფი ადამიანებიდან ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ იესომ მოციქულების არჩევის წინ მთელი ღამე ილოცა. თუმცა პეტრემ როგორც ლიდერმა გადაწყვეტილება მიიღო და მათ თქვეს, ისე უნდა მივიღოთ ეს აზრი, თითქოს ჩვენი საკუთარი იყოს. იცით მთელი მსოფლიოს გარშემო ჩემი 35 წლიანი მოგზაურობისას და ეკლესიებში ქადაგების განმავლობაში ვნახე, რომ განხეთქილება ყოვლად სულელური საკითხების გარშემო ხდება. შესაწირის შეგროვების გზები, რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ქება და თაყვანისცემა, რამდენად მოკლე ან გრძელია ქადაგებები, როგორ აცვია პასტორს. ერთი სიტყვით ყველაზე სასაცილო საკითხები. დიახ, თუ ლიდერი გვეუბნება, რომ უნდა შევცოდოთ, არსებობს უფრო მაღალი ძალაუფლება, თუმცა მოციქულის წილისყრით არჩევა ცოდვა არ არის. ეს ცოდვა არ არის. ამრიგად იმ ადამიანებმა აღმატებული გზა დაინახეს და ეს გზა იყო გაერთიანება. ახლა შეხედეთ, რას ამბობს პავლე. მინდა წერილის 2 მონაკვეთი გაჩვენოთ ფილიპელთა მეორე თავის მეორე მუხლიდან. ის ამბობს, სრულქმენით ჩემი სიხარული, ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანი და ერთაზროვანი. ამრიგად, ხედავთ, რომ აქ პავლე ერთ აზრსა და ერთსულოვნებაზე ლაპარაკობს. გადავხედოთ მეორე მუხლს, ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რომ მყარად იდგეთ ერთ სულში. ამრიგად, დავინახეთ ერთი გონება, ერთი სული და თანხმობა. მინახავს ვითარებები, როცა ადამიანები თანხმობაში იყვნენ, მაგრამ არა ერთ აზრში. როგორც ხედავთ, ფიქრებიც ითვლება. იმ ზედათვალში მყოფ ადამიანებს კი ეს ჰქონდათ. მათ თქვეს, ჩვენ ერთ აზრში ვიქნებით პეტრესთან. სწორედ ამიტომ ნიშნავს ერთად ყოფნა მოქმედების, აზრებისა და სულის ერთობას. აი რას ნიშნავს ერთად ყოფნა? ღვთისდიდება ჩამოდის და მთელ იერუსალიმს მოიცავს. ჩვენ იმასოც ადამიანთაგანი ვართ გამოუცხადებელ შეხვედრაზე. იფიქრეთ ამაზე. მაშასე, დედაჩემი ვერო ბიჩში ცხოვრობს, ფლორიდაში. ჩრდილოეთით 13 მილზე მდებარეობს სებასტიანის ყურე. ფლორიდის მთელმა აღმოსავლეთ სანაპირო მიცის, რომ მის ქვეშ ყველაზე უარესი წყალქვეშა დინება არსებობს. რა არის წყალქვეშა დინება? როცა ოკეანეს გაჰყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს ყველა ტალღა უნისონშია ერთმანეთთან. წყალქვეშა დინება ნიშნავს წყლის სწრაფ დინებას საწინააღმდეგო მიმართულებით. ვერობიჩის წყალქვეშა დინებას მრავალი ადამიანი უმსხვერპლია. მაშასე, უნდა დავსვათ კითხვა. წყალქვეშ დინებას წარმოვადგენთ თუ თანხმობაში ვართ? კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვათ. თუ რამდენ ჩვენგანს შეხედავს იესოს სამსჯავრო ტახტზე, სადაც მორწმუნეები გამოიცდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ იესო ნებისმიერ ჩვენგანზე მეტად იდირებს. დაიტყვის, ნებამომეცით გითხრათ, რამდენი ადამიანი ვერ გადარჩა თქვენს ქალაქში, ვინაიდან არ იყავით ერთ აზრში და ერთსულოვნებით თქვენს პასტორთან. მას აკრიტიკებდით, გაიხსენეთ გულწრფელად რომ ვთქვათ, ვიდეო. დიახ, ზუსტად ის. იცით, აზრებიც მხედველობაში მიიღება. ბიბლიის თანახმად, პავლემ თქვა, 1 კორინთელთა მიმართ 4 თავში. ნუ განსჭით დროზე ადრე, სანამ უფალი მოვიდოდეს, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის სრახვებს. მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისაგან. აქ ლაპარაკი არ არის ურწმუნოთა სამსჯავროზე, რადგან ღმერთი ცოდვილთა სამსჯავროზე არავის შეაქებს. ის მორწმუნეთა სამსჯავროზე საუბრობს. ის გამოავლენს ჩვენს ბნელ მოტივებსა და დაფარულ აზრებს. ამინ. მაშასე, ერთობისა და ერთიანობის შენარჩუნებისთვის რაღაცის გააზრება გვმართებს და ეს გახლავთ ეკლესიაში სხვადასხვა მოქმედებების არსებობა. კორინთელებში ვკითხულობთ, სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეა. ამრიგად, სული წმინდა არის ნიჭების განკარგავი. ასევე წერია, მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი იგივე. იესო განკარგავს ყველა მსახურებას. მოციქული, წინასწარმეტყველი, მახარებელი, მწყემსი, მასწავლებელი. კიდევ არსებობს სხვადასხვანაირი მოქმედებები. აი აქ არიან ისინი. არსებობს მიზნის მისაღწევად საჭირო მუშაობის განსხვავებული ქმედებები. მინდა საჰაერო ძალების კადეტზე იფიქროთ. მინდა რომ საჰაერო ძალების კადეტზე დაფიქრდეთ. ის სამხედრო წვრთნას გადის. მისი წვრთნის უმეტესი ნაწილი ეხება საჰაერო ოპერაციებს ან მასთან დაკავშირებულ ქმედებებს. მას ჩაუტარდება გარკვეული ინსტრუქტაჟი, რომელიც ზოგადია და არ ითვლება არმიაში, ფლოტში ან საზღვაო ქვეითებში. თუმცა ამის გარდა არსებობს სპეციალური წვრთნა. თუ ის კადეტი არმიაში გადავა, მას რაღაცის გააზრება მოუწევს. მე უკვე აღარ ვარ საზღვაო ქვეითი, მე ახლა სახმელეთო არმიაში ვარ.
არმიას თავისი განსხვავებული მოქმედებები აქვს და მათი უმეტესობა ხმელეთს უკავშირდება. Აი რა ხდება ეკლესიაში, ჩვენ გავდივართ ეკლესიიდან. და ვცდილობთ ისე ვიმოქმედოთ ახალ ეკლესიაში, როგორც ჩვენს ეკლესიაში ვიმოქმედებდით, იმის ნაცვლად, რომ კულტურა შევისწავლოთ. პავლემ დიდებული განცხადება გააკეთა, მომბაძეთ მე. ახლა ამას დააგვირდით. პავლე კორინთელებს წერს და ამბობს, ამიტომ გევედრებით გახდით ჩემი მომბაძველნი. დააკვირდით, რომ აქ არ ამბობს მომბაძეთ როგორც მე ქრისტეს, ამას სხვა ადგილში ამბობს და სხვა მიზეზით. ხოლო აქ მის ნათქვამს გახდით ჩემი მომბაძველნი, სხვა მიზეზი აქვს. დააკვირდით, იმისთვის, რისთვის, მან ახლახანს თქვა, რომ მისთვის მიებაძათ. მისთვის გამოუგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში. ახლა რის გაკეთებას აპირებს საყვარელი და ერთგული შვილი? ის აპირებს მისი სულიერი მამის გზებით სიარულს, რომელიც გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში. ყურადღება მიაქციეთ ჩემს გზებს. მას არ უთქვამს ტიმოთე მოვა და გასწავლით პეტრეს გზებს ქრისტეშიო. იყო თუ არა პეტრე ღვთისმიერი კაცი? დიახ, ის იყო წინამძღოლი საქმეთა წიგნის პირველ 12 თავში. მისი წიგნები ახალ აღთქმაშია, თუმცა პავლეს არ უთქვამს, რომ ტიმოთე ქრისტეში პეტრეს გზებს ასწავლიდა. მას არ უთქვამს პეტრე გასწავლითო, მას არ უთქვამს ტიმოთე იაკობის გზებს გასწავლითო. იაკობი იერუსალიმის ეკლესიის უფროსი პასტორი იყო. ის ერთადერთია, ვინც თქვა, ასე გამსაჯე და ყველა ისე მოიქცა. თუმცა ეს გახლავთ ეკლესია, სადაც პავლე დაიბადა. ამრიგად, მან თქვა, ტიმოთე გასწავლით ჩემს გზებსო. არმია, საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები, ფლოტი, ყველანი სამხედრო ძალებს წარმოადგენენ. ისინია შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები, სანაპირო დაცვა. არ მინდა ამ დაცვის მიღმა აღმოჩნდე. თქვენ ხუთი დანაყოფი გაქვთ. ჩვენ ყველანი ერთი და იგივე გუნდში ვართ, მაგრამ მოქმედების სხვადასხვა გზები გვაქვს. უნიკალური გზები. არაერთი ტრაგედია მინახავს ჩემი მოგზაურობის წლებში. დავუშვათ არის ერთი პიროვნება სახელად ტიმი და ის ვთქვათ პასტორების, ჯასტინისა და შეილას დაქვემდებარებაშია. მათ ეკლესიაში 1000 კაცი ჰყავთ. ეს დიდებული ეკლესია გახლავთ, ისინი ცხოვრობენ ქალაქში, სადაც 30,000 მკვიდრია. შემდეგ კი ტიმი ამბობს, იცით საერთაშორისო სკოლაში მინდა სწასვლა. ის მიემგზავრება იმ სკოლაში, რომელიც ასევე უკავშირდება ძალიან დიდ 30,000 კაციან ეკლესიას. ის იმ კულტურაში აღიზარდა და ის ბიბლიის სკოლაში დაუშვათ 2 წლის განმავლობაში სწავლობდა. ამთავრებს და თავისი პასტორის ეკლესიაში ბრუნდება. დაბრუნებისას მას აქვს არჩევანი, ან ჩემი ეკლესიის კულტურას ხელახლა მოვერგები, ან წყალქვეშ დინება გავხდები და ვიბრძოლებ. თუ საჰაერო ძალების კადეტი არმიაში გადავა და ყველას სწავლებას დაუწყებს, როგორ უნდა გააკეთონ საქმე, თავს პრობლემებს დაატეხს. ის თავის დანაყოფში განხეთქილებას მოიტანს. მე როგორც მოგზაურმა მსახურმა კარგად ვისწავლე ეს 35 წლის განმავლობაში. მე წავალ ეკლესიებში და იცით რას გავაკეთებ? იქ ჯერ მათ კულტურას შევისწავლი. წარმოგიდგენთ Messenger X. ყველა სიახლის, რესურსების ჩამოსატვირთი და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა. ეს გახლავთ სრულიად ციფრული ბიბლიოთეკა. დამოწაფების რესურსები ჯონ და ლიზა ბევირებისგან, ვიდეო სწავლებების, აუდიო წიგნების, ელექტრონული წიგნების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ბიბლიებისა და მრავალი სხვა რამის წარდგენა. შესაძლებელია ამ ახალი პლატფორმის გამოყენება ყველა ციფრულ მოწყობილობაზე. ეს სრულიად უფასოა და ხელმისაწვდომია 130-ზე მეტ ენაზე. დამოწაფება ყველასთვის და ყველგან. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ან იხილეთ გვერდი messenger.x.com. მახსოვს ერთხელ თვითმფრინავიდან ჩამოვედი და თან ჩემი ასისტენტი მახლდა. მაშინ თავისუფალი სტილი მეცვა. მიყვარს თავისუფლად ჩაცმა, რადგან ჩემი გული ყოველთვის ესწრაფის ახალგაზრდების უფლისთვის მოპოვებას. 15-დან 35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი ჩემთვის ფავორიტია. განსაკუთრებით მონდომებული ვარ ამ ჯგუფისთვის, ამიტომ ვიცვამ ასე, რომ მათთვის უფრო ადვილი მისაღები ვიყო. არ მინდა იფიქროთ, რომ შუახნის ასაკის კრიზისი დამიდგა. იცით, ერთხელ ლიზას ვკითხე, შეიძლებათ მა ჯასტინივით დავიყენო. მას სიცილია უტყდა და მითხრა, რომ თითქმის 60 წლის კაცი ხარ, ჯონ. კარგი ვხუმრობ, მართლა ვხუმრობ. ასე იმიტომ ვაკეთებ, რომ ლიზა წყობილებიდან გამოვიყვანო. ვინც დაგვხვდა ჩვენ, 4-ვე თეთრ სმოკინგებში იყო გამოწყობილი. გარეთ კი 2 შავი ლიმუზინი გველოდებოდა. ჩემს ერთ-ერთ ასისტენტს ვუჩურჩულე, რაც შეიძლება მალე მომაწოდე ჩემი კოსტიუმი. და იმ საღამოს მსახურებაზე კოსტიუმში გამოწყობილი მივედი. რატომ? ჯინსებით რომ მივსულიყავი, უპატივცემულობას გამოვიჩენდი ქრისტეში მისი გზებისამებრ, რომელიც მან ეკლესიაში განავითარა. ამრიგად ეკლესიაში მივედი.
და პირველი კითხვა, რომელიც კვირის მსახურების დაწყებამდე ვიკითხე იყო: რად რომ აქვს მოცემული სალაპარაკოდ და მსახურებისთვის? თუ მეტყოდნენ 35 წუთიო, 35 წუთში უნდა ჩავტეულიყავი. კარგი, ჯასტინ, დავუშვათ შენი დედმამის და შენს სახლში სტუმრად მოვედი. მე არ ვაცხადებ, რომელ საათზე უნდა იყოს სადილი. არ ვეუბნები დედაშენს სადილზე ამას ან იმას მივირთმევდი. მე სტუმარი ვარ თქვენთან. როგორც სტუმარი, უნდა შევეგუო თქვენი სახლის წესჩვეულებებს. რა თქმა უნდა, შენი დედმამა შეეცდება, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ისინი მეკითხებიან, რა სინებებს ადილად, მაშინ მე შემიძლია ვუთხრა. სწორედ ამას აკეთებენ ის საოცარი ეკლესიები, სადაც ჩავდივარ ხოლმე. ისინი მეკითხებიან, ჯონ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შენი აქ ყოფნა სასიამოვნო იყოს? იქნება დრო, როცა ამას მეტყვიან, იმიტომ რომ შევეკითხები. ასე ვიტყვი, როგორ ხდება თავის მიძღვნისთვის წინ გამოსვლა? ადამიანები უბრალოდ ხელს იწევენ, თუ სთხოვთ, რომ წინ წამოვიდნენ. და ისინიც მეუბნებიან, ასე და ასე. მე ვთქვი, ძალიან კარგი. ვნახე, რომ 45 წუთი დამithმეს. გარკვეული დრო მინდა მოვიტოვო მსახურებისთვის, თანახმახართ? მათ დაველაპარაკები და მოწოდებას გავაკეთებ წინ გამოსასვლელად. იცით, რას მეუბნებიან პასტორები თითქმის ყოველთვის? რა თქმა უნდა, რასაკვირველია. ამ კითხვების მეშვეობით მათი ეკლესიის წესჩვეულებების მიმართ ჩემს პატივისცემას გამოვხატავ. არ მინდა, რომ განხეთქილება შემოვიტანო. ახლა უნდა ითქვას, რომ არსებობს მეორე მხარეც. თუ ეკლესიაში მივედი და მათ ასე მითხრეს, იცით ჩვენ, აქ მართლაც სავარაუდო სცენარს განვიხილავ. რადგან თქვენ არასოდეს მოგისმენიათ ჩემი ქადაგება ატაცებაზე. დავუშვათ, რომელიღაც ეკლესიაში მივდივარ და ისინი მეუბნებიან, ჩვენ გასაჭირამდე ატაცების მომხრე ეკლესია ვართ. არ ვაპირებ იქ მისვლას და გასაჭირის შემდგომი ატაცების შეხედულებაზე სწავლებას. ამის გარდა უამრავი საკითხია, რომელიც შეიძლება იქ განვიხილო. ახლა თუ ეკლესია შემომხედავს და მეტყვის, ჩვენ გვწამს, რომ იესო დიდი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ის არ გახლდათ ღვთისძე, ეს უკვე მნიშვნელოვანი საკითხია. მე ვილაპარაკებ, რომ იესო ღვთისძეა, ან იმ ეკლესიაში საერთოდ არ ვიტყვი სიტყვას. ამ საკითხში ჩვენთან ხმობას ვერ მივახცევთ. ეს საძირკველია. დიახ, ეს საძირკველია. ეს საფუძველ ჩამყრელი ჭეშმარიტებაა, რომელსაც ვერ შემოუვლი. ან დავუშვათ მითხრეს, თქვენ მხოლოდ 30 წუთი გაქვთ დათმობილი. იცით, ახალი აღთქმა არსად ამბობს, რომ 40 წუთია საჭირო სახარებისთვის. ახლა უკვე პრობლემა მაქვს. ერთი ძალიან კარგი მეგობარი მყავს, მას 30,000 კაციანი ეკლესია ხავს. ბოლოს როცა მასთან მივედი, ასე მითხრა, ჯონ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შეურაცხყოფას გაყენებ. ვიცი, რომ 30 წუთიანი ქადაგების კაცი არ ხარ, მაგრამ ყველაფერი ასეა მოწყობილი ამ ეკლესიაში. მე ვთქვი, არანაირი პრობლემა არ არის. და ასეც მოვიქეცი. სულიწმიდამ 30 წუთიანი ქადაგება მომაწოდა. და იცით, ვიგრძენი, რომ ღმერთი კმაყოფილი იყო. ერთხელ ერთ ეკლესიაში ვიყავი და სატანის სატყუარაზე ვქადაგებდი. ღვთისმსულმა მაგრძნობინა და სულში ვიცოდი, რომ ადამიანები განიკურნებოდნენ. ვიცოდი, რომ ღმერთს ეს სურდა, თუმცა საათს რომ დავხედე, ჩემთვის დათმობილი დროის ამოწურვას 1 წუთი აკლდა. იცით რა გავაკეთე? ასე ვთქვი, ყველა მაწიოს ხელები, თვალები და ხუჭოს და ღმერთს დაყვანიეცით. ეს დიდი ეკლესია იყო. მე კი პასტორს გადავულაპარაკე. დრო ამოიწურა, მაგრამ ვგრძნობ, რომ უნდა ვილოცო. გინდათ რომ ვილოცო. თუ დავასრულო, მან მითხრა, მოდით დავასრულოთ. მე ვთქვი, რომ დავასრულე და გზა პასტორს დავუთმე. სულიწმიდისგან არანაირი მსჯავრდება არ მიგრძნია. ეს პასტორსა და სულიწმინდას შორის ხდება. მე მის სახლში სტუმარი ვიყავი. ის ადამიანი ღმერთმა დააყენა იმ ეკლესიაში. როცა ჩვენ როგორც ეკლესიას ასეთი დამოკიდებულება გვექნება, დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის საოცარი საქმეების მოწმენი გავხდებით. მინდა რომ რაღაც წარმოიდგინოთ ჩემთან ერთად. წარმოიდგინეთ ის გავლენა, რომელიც ჩვენს თემებში, რეგიონებსა და ერებში გვექნება, როცა ეკლესია ერთი აზრით, დამოკიდებულებითა და მოქმედებით ივლის, იმ ძალაუფლების მიმართ დაქვემდებარებითა და მორჩილებით, რომელიც ღმერთმა ჩვენს ცხოვრებაზე დააყენა. მაშინ მის დიდებაში ვივლით და სულების უდიდესი მოსავლის ხილვას შევძლებთ, როგორიც მსოფლიოს ჯერ არ მოსწრებია. თქვენი დაცვის, უზრუნველყოფისა და მოსვენების გულისთვის, ასევე ცათა სამეფოს წინსვლის უდიდესი მიზნის გამო, ვეუბნები ყოველ თქვენგანს, რომ დარჩეთ საფარქვეში. ამის თქმა ახლა მსურს. თქვენ ამ გაკვეთილს უყურებთ, შესაძლოა პატარა ჯგუფის წევრი ხართ. შესაძლოა მარტო უყურებთ და მხილება მოვიდა. მხილება და მსჯავრდადება ორივე მტკივნეულია, თუმცა განსხვავება არსებობს. მხილება გზას გაძლევთ, მას მონანიება ჰქვია. რაც მარტივად ნიშნავს, ნუ თუ ამ გზით დავდიოდი, ეს უგუნურებაა. ღვთიური სიბრძნე ამ უგუნურების გამოვლინებაში მდგომარეობს. ახლა მის გზას ავირჩევ. ამას ჰქვია აზრის შეცვლა, გულის დამოკიდებულებების საფუძვლიანი ცვლილება.
მხილება გამოსავალს გთავაზობთ, რომელსაც მონანიება ჰქვია, მსჯავრდადება ამას არ აკეთებს. რასაც თქვენ გრძნობთ, ეს არ არის მსჯავრდადება, ეს გახლავთ მხილება. თუ იტყვით, ჯონ, არ ვიყავი დაქვემდებარებული ჩემი ზემდგომებისადმი. ესენი იქნებიან მშობლები, დამსაქმებლები, სამთავრობო ჩინოვნიკები თუ ეკლესიის წინამძღოლები. და იტყვით, იცი მეტ კივილს განვიცდი. ეს კარგი კივილია. ეს სულიწმინდა გეუბნებათ, უბრალოდ მოინანიე, მე გაპატიებ. და თქვენში მოვა განწმენდა. ამრიგად, მინდა თქვენთვის ვილოცო. მინდა ხელები აღაპყროთ ღვთისკენ, თითქოს ამბობთ. ღმერთო, ამ წუთიდან შენს სიბრძნეს ვემორჩილები, ნება მომეცით თქვენთვის ვილოცო. მამა, იესოს სახელით ვლოცულობ ყველა ადამიანისთვის, რომელიც ამ გაკვეთილს უყურებს. უფალო, ისინი რეალურად ინანიებენ, მათი ხელები ზიაპყრობილია. მათ ცრემლებსაც კი ვხედავ, რომ ასევე ქვითინებენ მათი გულები. თუმცა შენ მოწყალე ღმერთი ხარ, უფალო, რისხვა შინელი და პატიებაში სწრაფი. მადლობას გიხდი იმ პატიებისთვის, რომელიც ახლა ვრცელდება. ვამსხვრევ მტრის ძალას, ვამსხვრევ ჯადოქრობას და კონტროლს თქვენ ცხოვრებაზე. მტრის მაკონტროლებელ მხარეს. ვამსხვრევ მის ძალას იესო ქრისტე ნაზარევლის სახელით. ახლა იესოს სახელით ვაცხადებ მის სისხლის მიერ განწმენდას. და ვლოცულობ ზეციერო მამა, რომ შენი სულის ახალი ცხებულება მოვიდეს ამ მამაკაცებსა და დედაკაცებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვლოცულობენ. უფალო ღმერთო, გთხოვ, რომ ნიშანდობრივი ცვლილება დაინახონ თავიანთ ცხოვრებაში, სამსახურებში, ეკლესიებში, მათ გარშემო საზოგადოებაში, რადგან გულები შენს გზებს, შენს პრინციპებსა და შენს ძალა უფლებას დაუმორჩილეს. იესოს სახელით ვაკურთხებ მათ, მადლობას გიხდი მათი ცხოვრების მიმართ, გამოჩენილი კეთილგანწყობისთვის, იესოს სახელით, ამინ. ამინ. მაშასე მეგობრებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ყოფნა და საფარქვეშ დარჩენაზე ლაპარაკი. კიდევ რამდენი რამ არის სათქმელი, ამიტომ გთხოვთ, რომ წაიკითხოთ წიგნი. საუცხოოა თქვენთან ერთად ყოფნა. მომავალ შეხვედრამდე. წარმოგიდგენთ Messenger X. ყველა სიახლის, რესურსების ჩამოსატვირთი და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა. ეს გახლავთ სრულიად ციფრული ბიბლიოთეკა. დამოწაფების რესურსები ჯონ და ლიზა ბევირებისგან, ვიდეო სწავლებების, აუდიო წიგნების, ელექტრონული წიგნების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ბიბლიებისა და მრავალი სხვა რამის წარდგენა. შესაძლებელია ამ ახალი პლატფორმის გამოყენება ყველა ციფრულ მოწყობილობაზე. ეს სრულიად უფასოა და ხელმისაწვდომია 130-ზე მეტ ენაზე. დამოწაფება ყველასთვის და ყველგან. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ან იხილეთ გვერდი messengerx.com.